წეხანა იყო ბრავა. კონი მაგაზეც მე მოვალეობის შემსრულებელი გამოვიდეს. მოვალეობის შემსრულებელი. ეხლა გამოვიღაც. კიდე ნოზე გამოვა სასახელი. ტეშტეგენი. ბატონი ლანკასტერი არის მოვალეობის შემსრულებელი სადაც. ის კავრექსა თუ ვინ იყო ის? კავრექსა კი არა. ფიბია, კავრექსა ფიბია. არა, ყველაფერი მევალებაო წეხან იქ რო იდგა კაცო. ლუკასა ლუკასი რო იყო რომელი იყო. ხუაი. ჰენესი რო იყო თო. ლუკას ადამსი. თოქს ჰენესი რო იყო. ეგე ნოთკინ. ფენსი გამოვა, ფენსი ბატონი ფენსი გამოვა. აქეთ წამოიყო. გაგუა ეხა მოვიდა მაინდა-მაინც. ანუ ლუკას გამოდი და ისაუბრე. გაგუა. ბატონი ფენსი გამოვა. გაგუა. ბატონო ფენს მიწერეთ. არ არის აქ ბატონი ფენსი და ბატონო ლუკას გამობრძანდით მალე. ბატონი ლუკას ერბრავდნენ ყოფის მეთაური. აქ ცხვენია? წევსო. თაუს. ბატონო ლუკას. ეხა. ერთი ორი სიტყვით გაგვაცხადა ევალება ბრაუდანაყოფს. ბრაუდანაყოფი არის ეროვნული ბაზის ლოჯისტიკური მომენტის დანაყოფი. ძირითადად ევალება მარაგება. კიდევ მეტი არაფერი. ბაზის ლოჯისტიკურად მომარაგება. ბაზის ტექნიკის მზადყოფნაში ყოფნა ყოველთვის. წვრთნების წარმოება კოლონაში სიარულის. სერჟანტის კურსების ჩატარება. და გავრცელებების დაწერა ალბათ ხო? არა, გეშლევათ. MPRC. შემდგომ ეგრეთ წოდებული საწყობის დალაგება და მთლიანი ბაზის სერტუაც სრულყოფაში მოყვანა. კი ბატონო. ამ მომენტში რამდენი ჯარისკაცი იმყოფება ბრაუდანაყოფში? 1200. კი ბატონო. შემდეგი დანაყოფის მეთაური გამოვცანდეს დელტა დანაყოფი თუ იყოფნა. შემდეგი ავიაცია. დელტა ვის გავალიათ? დელტა დანაყოფის. დელტა დანაყოფი, დელტა გამოდი. ვაი. ნასაც დაახოძეა. გაგუა ძალიან ხოზე გამოვიდეს კიდე. კარგი, რა. გაგუა მოვიდა. გაგუა შტატებიდან გაფრინდა. აქა ვარ გაგუა ის.